სიონის საპატრიარქო ტაძარში ამ წუთებში პანაშვედი მიმდინარეობს შიდა პერიმეტრზე, როგორც ეზოში, ასევე ტაძარში არის აკრძალული მედიის გადაადგილება, თუმცა ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა საუბარი და კომუნიკაცია სასულიერო პირებთან. როგორც დაგვიდესტურეს, საფლავის გაჭრის პროცესი არის დასრულებული, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი არის ამ პროცესში დარჩენილი და უკვე სრულად ემზადება სიონის ტაძარი პატრიარქის მისაღებად. ხვალ დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე დაკრძალავენ სწორედ ამ ტაძარში პატრიარქს, რაც იყო მისი სურვილი. გადაწყვეტილება ილია მეორეს სიონში დაკრძალვასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, აღსაყდრების შემდეგ გვიდესტურებენ, რომ ძალიან დიდი დრო გაატარა სწორედ ამ ტაძარში. გარდა ამისა, ასეთი იყო მისი სურვილი, რადგან სურდა, რომ დაეკრძალათ სხვა პატრიარქებთან ერთად და გარდა ამისა, სასულიერო პირები საუბრობენ ჩვენთან იმ განსაკუთრებულ ძალიან დიდ ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ ტაძარს გააჩნია, როგორც უკვე გითხარით, შიდა პერიმეტრზე გადაადგილება ამ პერიოდისა და დროისათვის არის აკრძალული. უშუალოდ საფლავის პერიმეტრიც არის მუქი შავი ფერის ქსოვილით შემოფარგლული და შემოსაზღვრული, ამიტომ ზუსტად დეტალურად არ აღიქმება და არ ჩანს ეს ადგილი, თუმცა ეს ტაძარი ელოდება პატრიარქის მისაღებად და დაგვიდესტურეს სასულიერო პირებმა, რომ საფლავის გაჭრის პროცესი არის დასრულებული. დამთავრდა, ასე ვთქვათ, საფლავის გაჭრა, მზად არის საფლავი, კიდევ დეტალები დარჩა, ფაქტობრივად მზად არის და უკვე ხვალ სამები საკათედრო ტაძრიდან, მას შემდეგ რაც დასრულდება იქ წირვა და შემდგომ მას იცით, რომ ბებნის წესისაგების მსახურება, ამის შემდგომ უკვე მის უწმინდესობის სხედარს ჩამოაბრძანებენ და ჩამოასვენებენ სიონის საკათედრო ტაძარში. სიონში დაკრძალულია 8 კათოლიკოს პატრიარქი მე-20 საუკუნისა, პატრიარქები, რომელთა სახელიც უკავშირდებათ ავტოკეფალიასთან, ავტოკეფალიისთვის ბრძოლას და მაგრამ ისინი დაკრძალულნი არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, ზღვარზე, კანკელის ზღვარზე. თქვენ იცით, რომ ზოგადად ტაძარი წმინდა ალაგია, წმინდა ადგილია, მაგრამ ამ წმინდა ადგილს შორის განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევა საკურთხეველი. მისი უწმინდესობის ალაგი, სადაც ის დაიკრძალება, არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში. სიონის საპატრიარქო ტაძარში 8 კათოლიკოს პატრიარქი არის დაკრძალული, ამიტომ შევახსენებ მაყურებელს, რომ სწორედ ილია მეორეს უდიდესი სურვილი იყო, რომ თავადაც პატრიარქების გვერდით დაეკრძალათ, როგორც გვიდესტურებენ, არის გაჭრილი უკვე საფლავი, ამ წუთებში მიმდინარეობს პანაშვიდი, ხვალ უკვე უკანასკნელ გზაზე გამოაცხელებენ მორწმუნეები, საქართველოს მოქალაქეები ილია მეორეს და დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე მას ჩაასვენებენ სწორედ საფლავში, როგორც გითხარით. ახლა მიმდინარეობს პანაშვიდი, ადამიანები, სასულიერო პირები, მოქალაქეები, მორწმუნეები, მათ შორის წირვაზე მოსული მოქალაქეებიც იმ ძალიან დიდ ღვაწლზე საუბრობენ, რომელიც ჰქონდა საქართველოს წინაშე ილია მეორეს. ისინი ამბობენ, რომ ახლა დასრულდა ეპოქა, თუმცა ძალიან დიდი იმედი აქვთ იმისა, რომ პატრიარქის განაბარება იქნება სისულეში მოყვანილი, იმასთან დაკავშირებით, რომ დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებაში, ადამიანებს მეტად უყვარდათ ერთმანეთი და მიიღონ ერთმანეთი ისეთად, როგორებიც არიან, რადგან შეიძლება არსებობდეს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იქ საკითხებთან მიმართებით, თუმცა პატრიარქის მთავარი მოწოდება მუდმივად იყო ის, რომ მოქალაქეებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და შეძლონ მშვიდი თანაცხოვრება ერთმანეთთან, თუნდაც განსხვავებისა და სხვადასხვაგვარი შეხედულებების მიუხედავად.